გამარჯობა, მე ვარ მარი ქარდავა და დღეს ჩვენი პოდკასტის თემაა სუფთა გარემო საზოგადოების სარკეა. ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან ალექსანდრე კურკია და ფიქრია კვირიკაძე. მაინტერესებს თქვენი აზრით, როგორ აიხსახება სუფთან დაბინძურებული გარემო ადამიანებზე საზოგადოებაზე. მე გიპასუხებ მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ძალიან მსიამოვნებს, რომ ამ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ დღეს. იმდენად რამდენადაც ყველა დროის, ყველა თაობისთვის საჭიროა და აუცილებელი საკითხია ეს. იმიტომ რომ თუ ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, არ იქნება ჯანსაღი და სუფთა, შესაბამისად რთულდება ცხოვრება. ესე იგი, როგორ ზუსტად სარკეა, ისევე როგორც იტყვიან ადამიანზე და ბავშვზეც მოზარდებზე ვამბობთ ხოლმე მასწავლებელი, აი შვილი ოჯახის სარკეა ზუსტად ასე საზოგადოება იმ გარემოს სარკეა, სადაც ის ცხოვრობს. ლექსო, შენი აზრით, მაინტერესებს რა იწვევს ამ გარემოს დაბინძურებას და რა არის პრობლემა, საიდან იწყება? მოგესალმებით, მე ვარ ალექსანდრე კურკია, მადლობა მოწვევისთვის. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის საზოგადოებაში განათლების დონეზე დამოკიდებული, რადგან თუ განათლების დონე არ არის ამაღლებული საზოგადოებაში და თუ არ იციან რა პრობლემებს იწვევს მათი გადაგდებული ნაგავი ბუნებაში, ამან შეიძლება ძალიან ბევრი ზიანი მოუტანოს მას და ვფიქრობ, რომ ბავშვობიდანვე უნდა გაიზარდოს განათლების დონე ადამიანებში, რომ შემდეგ ასეთ შედეგებს არ მიუახლოვდეთ. მაინტერესებს, აი თქვენ თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა თემში, ქალაქში ან თუნდაც სკოლაში? ბავშვობაში ხშირად გქონია პრობლემა დაბინძურებასთან, მაგრამ სკოლაში წამოვიწყეს სხვადასხვა კამპანიები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ირინე აბრალავა და ამან საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა. ბავშვები გავერთიანდით და დავალაგეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ქუჩები და ვფიქრობ, რომ საჩინოს მაგალითს აიღებს ბევრი სხვა კუთხეც და ერთად დავასუფთავებ ჩვენს საქართველოს. სამწუხაროდ დავამატებ ლექსოს ნათქვამს იმას, რომ ყველა ნაბიჯზე ხვდებით ამ პრობლემას. ბედნიერება იქნებოდა, ნაკლებად რომ ხვდებოდეთ, თორემ ახლა აბსოლუტურად აღმოფხრილი ეს პრობლემა, შესაძლოა ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აი თუნდაც დღეს თავს ვიკლავდით, ნაგვისურნები უნდა დაიდგასო და მოგვარდა ეს პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ახლა ნაგვისურნებია გადავსებული. ესეც გვინდა სხვას გადავაბრალოთ, რომ აი დროზე უნდა გაიტანო ნაკედან. კი ბატონო, ვხედავთ, ვერ გაქვს დროზე, არ ხერხდება მისი დროზე გატანა. ნუ დაყრი იმ ნაგვის ჩანთას თუ ტომარას თუ ყუთს იმ ნაგვის ურნის გარეთ. აი ეს არის შინაგანი კულტურა და ეს არის მოქალაქის ცნობიერება, რომ გავაცნობიეროთ შენს ქმედებას ამ ნაბიჯის შემდეგ რა მოყვება. შენ ახსენე, რომ რაღაც ეკო-კლუბი გქონდათ სკოლაში და აქტივობებში იღებდით მონაწილეობას და მაინტერესებს, აი ამ აქტივობების შემდეგ რა რეალობა დაგიდგა და ხალხში თუ შეიცვალა რაიმე დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ? ხალხში შეიცვალა დამოკიდებულება, გაიზარდა განათლების დონე, მაგრამ ეს კიდევ არ ცვლის დანაგვიანების პრობლემას. ჩვენ უნდა ხშირად ჩავატაროთ კამპანიები, რომელიც გაზრდის განათლების დონეს ადამიანებში და შევძლებთ, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი. მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობლიობა ასეთ სიტუაციაში და აი რამდენად გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების ერთიანი მოქმედება? საზოგადოების ერთიანობა და ერთობა ზოგადად ყველა საკითხში გადამწყვეტია ყოველთვის. და შესაბამისად ამ ფუნდამენტურ საკითხში საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც თუ აი ახლა ლექსომ რომ აღნიშნა ის დასუფთავებული მდინარის ნაპირი, რომელიც მოსწავლეებმა დღეს დაასუფთავეს, ხვალ-მიხვალ და ისევ ნაგავს დაყრი, აქ უკვე არ არის ერთიანობა და იგივე შედეგი დადგება, რაც იყო ადრე და უარესიც. ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ყველამ თითო აგური უნდა დაადოს, ასე რომ ვთქვათ, ამ პრობლემის წინააღმდეგ და ეს არ არის ისეთი მარტივი პრობლემა, როგორც შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს, რომ აი მერე რა მოხდა. ზუსტადაც მოხდა. ეს ყველაფერი მიდის იქითკენ,
ჯერ ისედაც 21 საუკუნეა, გამოწვევების საუკუნეა, ტექნოლოგიების საუკუნეა, ისედაც დაბინძურებული გარემო ამ გამონაბოლქვით და სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით, კიდევ ზედ არ დავამატოთ ჩვენი ესე რომ ვთქვა დაუდევრობით პრობლემა. მაინტერესებს ეს დაბინძურებული მდინარეების ნაპირები და დაბინძურებული ქუჩები, აი ინდივიდზე როგორ აისახება და არა საზოგადოებაზე მხოლოდ. ინდივიდისთვის ეს საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევს, როგორიცაა ინფექციები და ავადებები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ართულებს. და ვფიქრობ, რომ ისევ ჩატარდეს კამპანიები, რომლებიც სანაპიროებს და ასუფთავებს არ ჩაუშვან მდინარეებში კანალიზაციები, რადგან ეს სხვადასხვა დაავადებებს იწვევს და გადაიტან და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოამზადონ ამისთვის და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ამით ჩვენ მოვაგვარებ ჩვენს პრობლემას. ანუ მე როგორც გავიგე ამ რაც ლექსომ აღნიშნა ამასთან ერთად მარი თქვენი კითხეთ რომ შინაგან მდგომარეობაზე როგორ მოქმედებს ჩემზე ცალკე როგორც არა მარტო საზოგადოების ნაწილზე ან პიროვნებაზე ანუ ჩემზე. კი ბატონო, სწორად გავიგე. ანუ მე ასე ვიტყოდი, როგორც დიასახლის, როდესაც სიამოვნებს რომ ვტრიალებ აბსოლუტურად სუფთა სამზარეულოში, სუფთა სახლში. დილით სახლიდან როცა გამოვდივარ თუ სახლს დალაგებულს ტოვებ, აი შინაგანად ძალიან მშვიდად ვარ და თუ მოუწესრიგებელი მრჩება, რა თქმა უნდა, ცოტა ქაოსია შიგნით და იმისათვის რომ ეს სკოლაში მოსწავლეებთან არ შემეწყოს, მიწევს გარკვეული ძალისხმევა. ასევეა, როდესაც გავდივარ იმ დაბინძურებულ მდინარის ნაპირას, მე არ მინდა იქ დავჯდე, ხომ? და არც არავის არ უნდა, მაგრამ სუფთა ადგილი რომ მოძებნო და იქ დაждე ეს არ არის გამოსავალი. ის მაშინ უნდა დასუფთავდეს იქ და ესე ნაბიჯ უნდა მივიდეთ გარკვეულ კონდიციამდე ალბათ. აი შენ რო ახსენე რომ რაღაც ინფექციების გამომწვევი არის და ასე შემდეგ, აი ეგ რო უფრო გავშალოთ და ანუ რამდენად საფრთხის წარმოქმნელი არის შენი აზრით ეს ყველაფერი და თუ ქონია ისეთი შემთხვევა რომ აი მაგალითად ვიღაც პიროვნება დაზიანებულა ამის გამო ბავშვები, რომლებიც სანაპიროზე ერთობიან, ბევრისგან გამიგია, რომ სანაპიროზე დაყრილი ბრჭყალებში ნემსებისგან დაავადებულან და ბევრი ხანი იყვნენ საავადმყოფოში და ვფიქრობ, რომ ესეც უნდა შეიცვალოს. მაინტერესებს თქვენი აზრით ტურიზმზე რამდენად აისახება ეს ყველაფერი? ტურიზმი ცოტა უფრო ფართო თემაა და მე მგონი ამას ცალკე პოდკასტიც არ ეყოფა, მაგრამ ყველაფერი ყველა გზა რომში მიდის რომ მიტყვიან ისე რა თქმა უნდა ტურიზმზეც აისახება. ერთხელ რომ მოვა ტურისტი და იქ ნახავს ლამაზ სანახაობას და ტურისტულ ობიექტს, მაგრამ არ ნახავს რომ ეს დაცულია სისუფთავე და ის ნორმები, მეორეჯერ არ ექნება მას იქ მოსვლის სურვილი. და მაინტერესებს შესაბამისად ძალიან ლამაზი ადგილები გვაქვს ტურისტული თვალსაზრისითაც და ამაზეც უნდა გავამახვილოთ მე მგონი ყურადღება. და მაინტერესებს თქვენ რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ აი ერთი რაღაცის დაგდება ქუჩაში, არაფერ ზიანს არ მიაყენებს არც მათ და არც ხვებს და რეალურად ძალიან დიდ ზიანს აყენებენ საზოგადოებას. ყოველი ადამიანის როლი უნდა იყოს შეტანილი დასუფთავებაში, რადგან თუ ერთმა ადამიანმა დაყარა, მას მეორე ადამიანიც უყურებს და მისგან მაგალითს იღებს, რომლებიც არიან მშობლები და მათი შვილები, ისინი თავიანთი მშობლებისგან იღებენ პირველ რიგში მაგალითს და შემდეგ ამ მაგალითით ატარებენ თავიანთ თითქმის მთელ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ახალი თაობის, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ეს ყველაფერი და ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში. ამაზე ესე კი პასუხებდით, აი შეიძლება ის ფიქრობს, ვინც ერთ პატარა ნაგავს აგდებს, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და მე რა მოხდა? მე ამით ვერაფერ შევცვლი. მაგრამ სამაგეროდ უპასუხებ, რომ ერთ მერცხალს შეიძლება გაზაფხული ვერ მოყავს, მაგრამ გაზაფხულს მოსდევს ძალიან ბევრი მერცხალი და ის ერთი ადამიანი თუ არ დააგდებს, მეორე მას მიბაძავს და მრავლად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც არ აბინძურებენ გარემოს და რომლებსაც უნდათ, რომ საზოგადოება, სუფთა საზოგადოება იყოს, სუფთა გარემოს სარკე.
ჩემი აზრითაც ზუსტად ასეა, რომ ანუ ყველაფერი იწყება ძალიან პატარა რაღაცებისგან და ამიტომ უნდა მივაქციოთ ყურადღება დეტალებსაც და სხვა ძირითადი სათქმელი ეს იყო ჩვენი პოდკასტის და მადლობას გიხდით სტუმრობისთვის და ნახვამდის.